რომ უნდა იცოდეს, ასეთი სამარცხვინო ეგრეთ წოდებული პროკურორებით არის გატენილი, რომლებიც ჩვენ შვილებს სისხლის სამართლის საქმეებს თითქმის კერავს და ასე უშვებს ციხეებში. აი ესენი არიან სახე დღევანდელი ქართული მართლმსაჯულების და მინდა თელმა მსოფლიომ დაინახოს როგორი სახეებია ეს სამარცხვინოები, რომ მათ სამუშაოს შემდეგ გამარჯვებაც კი არავინ არ უნდა უთხრას ქუჩაში, არც უნდა მიესალმოს. აი ესეთი ადამიანები უნდა გაირიყოს საზოგადოებისაგან ერთხელ და სამუდამოდ, რომ იცოდნენ მათ, რომ დანაშაული დაუშალად არ ჩაივლის და აუცილებლად ყველას პასუხი მოეთხოვება. ჩვენ დღეს ერთობის ეგიდით მოვაწყეთ მსვლელობა მარში კონკრეტულად პროკურატურასთან, იმიტომ რომ საზოგადოებას ვუთხრათ, ყველაზე დიდი ბოროტების ცენტრი არის სწორედ აქ, ქალაქის პროკურატურაში, რესპუბლიკის პროკურატურაში. აქ წლების განმავლობაში ყოველთვის იკერებოდა ბინძური საქმეები, კრიმინალებისთვის არავის არასდროს არ ეცალა. ყოველთვის დევნიდნენ მოაზროვნეებს, დევნიდნენ ახალგაზრდებს, დევნიდნენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და ცდილობდნენ დიქტატორული რეჟიმების ხელშეწყობას. ძირს ასეთი პროკურატურა, რომელიც ჯიბეში უდევს ერთ კაცს, ბიძინა ივანიშვილს, ძირს ასეთი პროკურატურა და სამართლიანობა.